არ შემიძლია დავიწყო როგორი გზნობა იყო თითქმის ანუ როდესაც ჩემი ვიდეოები შემხვდება ყოველთვის მახსენდება როგორი გზნობა იყო მსოფლიო ჩემპიონობა. როდესაც ფინალში გავედი ანუ უმეტესობას ეგონა რომ ეს ფინალი საკმარისი იქნებოდა ჩემთვის. ანუ რომ დაჯერდებოდი ხო, ვერცხლის დავჯერდებოდი მეორე ადგილს ხო ვერცხლის медаლს და რომ ჩემთვის საკმარისი იქნებოდა, ანუ ბევრს ისიც ეგონა რომ მესამე ადგილი საკმარისი იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ ჩემ თავში ანუ ისე ვემზადებოდი და ისე ვიყავი რომ ანუ ერთი წამითაც არ დამიშვია, ანუ მესამე ადგილი ცუდი არ არის და არც მეორე ადგილი არ არის ცუდი, მაგრამ ანუ ისე ვემზადებოდი და ჩემ თავს ისე ვამზადებდი რომ მინდოდა მხოლოდ ჩემპიონი გამხდარიყავი. როდესაც ფინალში გავედი, აი წამითაც არ მიფიქრე ეს რა, მოდი რა, ეთო ფინალი ხო გაგდანები. არა, პირიქით, აი მინდოდა რომ ჩემპიონი გამხდარიყავი და აი ისეთი ქვეყნები ასპარეზობდნენ უკვე მესამე ადგილისთვის ფინალში, რომ წარმომედგინა ჩემი დროშა როგორი მაღლა იქნებოდა ამ ქვეყნებში. ანუ წარმოვიდგენდი და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ мотиваციას მაძლევდა ეს ყველაფერი და არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ დავნებებულიყავი და მსოფლიო ჩემპიონატიდან მეორე ადგილით წამოსულიყავი. მოვახერხე ეს ყველაფერი და ჩემი გამარჯვების შემდეგ ვფიქრობ, რომ მთელი საქართველო გაერთიანდა და ანუ მოვახერხე ჩემი გულშემატკივრები, ჩემი ოჯახის, ჩემი ქვეყნის გახარება და ძალიან გახარებული ვარ ამ ყველაფრის.